როდესაც ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ნარკოპლანტაციები გაეშენებინა ვენახების მაგივრად, გამოვიდა თავისი პარტიის დახურულ სხდომაზე და განაცხადა, რომ 500%-იან მოგებას დატოვებდა ბიუჯეტში. ჯაფარიძმას მოგვიყვა, რომ მირეკავდენო და მითანხმებდენო, მე როგორ არის? ხო, როცა ეს გადაწყვიტა, მანამდე როცა გადაწყვიტეს ნარკოლიბერალიზაციის პოლიტიკა, ხო გახსოვთ? პირდაპირ უთხრეს ბავშვებს იკაიფეთ რამდენიც გინდათ და ეხლა უკვე შეატრიალეს ჭანჭიკები, როცა დაინახეს, რომ ახალგაზრდობა არ არის მორჩილი, არც იმ ნარკოტიკებმა არ გააფუჭა ჩვენი თაობა, ეხლა უკვე ამკაცრებენ, რომ კარგად წამოიკიდონ იმას ანკეზე. ეს იყო მიზნობრივი პოლიტიკა, საკონსტიტუციო სასამართლოში ვერდიქტი გამოიტანეს, რომ ეს მოწევა და ეს ნარკო საშუალებები დასაშვებია, გახსოვთ თქვენ ალბათ. ანუ მოწევის გამო არ უნდა იჭერდნენ ალბათ. არა, მოწევაზე არ არის საქმე, მთლად მოწევაც გარკვეულწილად დასაწყისია იმ სერიოზული ნარკომანობის. ცუდი როა მაგაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ის რომ ეხლა შენ დაიჭერო ეს დაჭერა გამორიცხული, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ძალიან დიდი აღმზრდელობითი პროფილაქტიკური განათლება არ არსებობს ქვეყანაში ნარკოტიკები ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილს. გამარჯობა. ირანიდან ავღანეთიდან, მაგრამ ეს შემოტანა მაინც სარისკოა. შეიძლება საბაჟოზე დაგიჭირონ და გაგშიფრონ. ამიტომ მას ერჩინა, რომ აქვე დაეთესა ესა და ვენახს მაგრამ მოეყვა. გირჩ აფინანსებდა ამის გამო. ამისათვის შექმნა ეს გირჩი. მორფინისტების პარტია, ლობისტად, რომელმაც ეს მასობრივი პროპაგანდა გაუშვა იმის, რომ კაიფი ეს არის განუყოფელი უფლება ადამიანის, რომ ადამიანის სხეული, ადამიანის საკუთრება და არავის საქმე არ არის იმ სხეულს, რას გაუკეთებს ადამიანი, მაშინ აბა რატოა კარანტინები და იმ რატო გამოკვეთეს სახლებში იმ კოვიდის დროს. ბატონო შავა, თქვენ ისე გადაუვალეთ მთელ ოპოზიციას, ალბათ პროტესტს ვისაც აქ ადამიანს აი ესე თავს ჩაიქნევს და რას ეკუთვნის, რა უნდა თქვათ? პირიქით, ჭრილობის დაფარვა და არ მკურნალობა კიდევ უფრო ართულებს პროცესს. ხალხმა უნდა იცოდეს, რატო ვართ ამ დღეში და ისტორიომეც უნდა იცოდეს, რომ ოპოზიცია რო ყოფილიყო თავის სიმაღლეზე, დიქტატურა აქ არ იქნებოდა. დღეს არის აღვირახსნილი დიქტატურა. ავტორიტარიზმი ყალიბდება. ჩამოყალიბებულია დიქტატურა არ ნახული 7-8 ლიდერის დაჭერა ერთ კვირაში ვიმეორებ არ ახსოვს ბოლშევიკურ პრაქტიკას საბჭოთა კავშირში.